აქციოს თქვენო უწმინდესობავ. ერთი წლის ვიყავი, როდესაც მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ, როგორც შემდგომში შეფასდა, სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. ასაკში მისი უწმინდესობის პატრიარქობისას შევედი, მალე ნახევარი საუკუნე შემისრულდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრის მომსწრე და მნახველი ვარ. ჩემი თაობის ჟურნალისტებს ხშირად გვიყვარს ხოლმე თქმა, ამ სახელმწიფოსთან ერთად გავიზარდეთ. ამ სახელმწიფოს პირველი პირების მოსვლა და წასვლა გვინახავს. მისი უწმინდესობის გარდაცვალებაც ვნახევთ. ბევრი ჩვენგანი მას პირადად იცნობდა, ან ერთხელ მაინც იყო ნამყოფი შეხვედრაზე სანაპიროზე შენობაში. ბევრს მისი ნაჩუქარი ჯვარიც აქვს. მის წირვაზეც მდგარ ვართ, რამდენი საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლე მოგვისმენია და მერე გაგვირჩევია, ვინ მოთulis. როგორ ველოდებოდით, რა იქნებოდა მთავარი გზავნილი, როგორ ვცდილობდით, აბზაცების შორის რაღაც მინიშნება წაგვეკითხა. მისი ქადაგების ეპისტოლის ყველა საკუთარი აღქმა ჰქონდა. ზოგს უმწვავესად გაუკრიტიკებია და ეს კრიტიკა მამას საკუთარი ინტერესის მიხედვით გამოუყენებია, ღმერთთან და ეკლესიასთან ბრძოლად შეუფუთავს და გაუსახებია. ზოგის კრიტიკა მისი პატივისცემის გათვალისწინებით უფრო მორიდებული ყოფილა. რაღაც დროს ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ყველაფერს ისმენდა და ითვალისწინებდა. ყველა მიცოდა, რომ მისი ავტორიტეტი და გავლენა განუზომელი იყო და ამიტომ ხშირად მისგან უფრო მეტ კაფეობას მოითხოვდით. ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ უწმინდესი მისი პირადი პატრიარქი იყო. ყველამ სხვადასხვა წყარობით ვიცოდით, რა ხდებოდა სანაპიროს შენობაში, სართულების მიხედვით, ვინსა დადიოდა, ჩამოდიოდა, შედიოდა, გამოდიოდა, ვისაც შეჰქონდა და გამოქონდა. ზოგჯერ ამბავი ნამდვილი იყო, ზოგჯერ გადაჭარბებული, ზოგჯერ ალბათ ტყუილიც. თქვენო უწმინდესობავ, მე დიდი პატრიარქის ილია მეორის არც ჟამთ აღწერელი ვარ და არც თეოლოგიური განათლება მაქვს. არც პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ მისი 59 წლიანი მმართველობა შევაფასო. ერთი კი ვიცი, რომ წლებთან ერთად უფრო და უფრო იმატებდა მისი გავლენის და ავტორიტეტის გამოყენების მცდელობა და ახლაც ასე არის მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ახლა მის ავტორიტეტთან ჭიდილზე საუბარს არ ვაპირებ. ახლა თუ ვინმე მკითხავს ასეთი შესავალი რატომო, მარტივი პასუხი მაქვს. თქვენ მისი გზის გამგრძელებად გამოაცხადეთ საკუთარი თავი. აკით წამოწდა კიდევაც მეუფე დანიელს მისი სახელი. 200-სლოვანი ივერიის ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე დაბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია იშიო მესამე. ამინ. ამინ, იყავ. მაგრამ ეგ არაფერი 59 წელი ბევრია, ბევრზე ბევრი და აქ გასაკვირი არაფერია. როგორც თქვენ თქვით, აპირებთ პატრიარქ ილიას სულიერი მემკვიდრეობას გაუფრთხილეთ და გააგრძელოთ მისი გზა, ზაღვრთისა, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. თქვენ უწმინდესობა, როგორც დასაწყისში თქვი, ჩემი თაობის ჟურნალისტებმა და არა მხოლოდ ბევრი რამე ვნახეთ და ამ აწლეულების მანძილზე და სიღრმეში აღარ წავალ. ერთს კი ვიტყვი, ბოლო წლების მანძილზე მაშინ როცა ეგრეთ წოდებული ზრიანი ამა ქვეყნისანი და მათი მორჩილები და მედია საშუალები ყველას, ვინც მათთან არ იყო ღმერთთან და ეკლესიასთან ბრძოლას, მართლმადიდებლობის და ტრადიციების შეურაცხყოფას აბრალებდნენ, უსამშობლოების და მტრული ძალების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებდნენ. იცით რა ვნახეთ? ვიცი რომ იცით. პირველი 17 მაისი ფარისევლების მიერ ღმერთის სახელით ახლა უკვე თქვენი სამწყსოს უმოწყალოდ ცემა დარვებება. 5 ივლისის პოგრომი ვნახეთ, სიანიდის საქმე ვნახეთ, სუსის კრეფსები ვნახეთ და ესეც ვნახეთ. ანუ ილია როგორი ისეთი რაღაცა არის, არა? ილია შიოლაშვილი, ხო? ილია შიო, აი თითქოს რაღაცნაირად ერთი პატარა კომენტარი და ლექსად დაუწერეს რა ამ კომენტარში და ძალიან მომეწონა ეს და თქვენ წინდა გაგიზიაროთ, აი მშვიდობა დაგვიდგეს წამშიო. გადარჩენა მწამსშიო, ილიასია მწამსშიო, სიხარულია ხალხშიო. აი ძალიან ნიშანდობლივი არ არის ხე ეს რაღაცნაირად ამ ყველაფერს შიო ამთავრებს რა, მაინც რაღაცნაირად რა, თუნდაც ილია შიოლაშვილსაც შიო ამთავრებს და
ეს არის მომეჩვენა რა, აი კონკრეტულად ამ ლექსთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შევედი და რაღაც მაშინ შიო მესამე რომ აკურთხეს პატრიარქად და ესეთი პოსტი დავდევით, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და ერთ-ორ დღეში მოვიკითხე ეს პოსტი, შევხედე უბრალოდ მაინტერესებდა რამდენი ლაიქი ქონდა და აი წარმოიდგინეთ რამდენი აქვს 777 რა. და ეს დავინახე უცბად მეთქი 777 ლაიქთან 7-იანი თქვენ ხო იცით რომ არის რაღაცნაირად უფლის ციფრია ხო 3 + 4 რა 7 ანუ უფლის ციფრია რა 3-4-ია რა და ესე იხსნება საერთოდ ეს ციფრი და თან ხა კვარაცხელიას საყვარელი ციფრია ხო ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი და ესეც შემთხვევით არ ხდება რა ყველაზე ნაცნობი უცნობის ნუმეროლოგია არ ვიცი საღვთისმეტყველო განათლება არ მაქვს მაგრამ ალბათ ნუმეროლოგია ახალი შტრიხია მართლმადებულ სწავლებაში ასე მგონია უწმინდესო ეს ვიდეო ნანახი გაქვთ არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა გაფართოებულ კრებამდე იგივე უცნობის ვიდეო სადაც ის ყველას ემუქრებოდა ვინც თქვენს სასარგებლოდ კანდიდატურას არ მოხსნიდა და დაემუქრა კიდევაც ვიცი უწმინდესო იცით რომ მაშინ ასე იყო საჭირო რადგან ყველაზე უცნობ ნაცნობ პროპაგანდის დავალება ჰქონდა შესასრულებელი მერი არც მას და არც მის კოლეგებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება კი არა არ შეუმჩნევიათ რომ თქვენ საპატრიარქო პანაღიები მოგართვათ და დაგკიდათ მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მიტროპოლიტმა იობმა წმინდა სინოდის იმ წევრებმა რომელიც ნაცნობმა პროპაგანდისტმა მოღალატებად გამოაცხადა სვეტიცხოვლის მაღალ დასაჯდომოზე რომ მიტროპოლიტმა აბრამმა დაგვსვათ იგი ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე პატრიარქ ილიას წინამდებ რაღაც მოგონილი შეთქმულების მოთავედ გამოაცხადეს ოფიციალურად ასაკის გამო არჩევნებს ჩამოშორებულმა მეუფე დანიელმა რომ მიტრა გვირგვინი დაგადგა თავზე და კვერთხი გადმოგცათ არც ეგ შეიმჩნიეს მოპარულ დიპლომზე და როგორც მედიაცი შეფასდა დამცირებულ მეუფებზე ახლა აღარ გავაგრძელებ სანაპიროს შენობის მთავარ სპიკერს ეკლესიის და წმინდა სინოდის სახელით განცხადებებს რომ აკეთებს თუ აქამდე არ მოუყოლია ეს ამბავი ალბათ ახლა მოგიყვებათ ვითომ უცნობი ალბათ სადღაც დარდობს რომ თქვენი სკოლელი არ იყო არა და რა ხატოვნად მოყვებოდა ამბავს ცოტას მოუმატებდა გამოუკვებდა პისია ტრეწის სხვანაირად წარმოსთქვამდა სხვანაირი מחვილებით ალბათ სადღაც მას და არა მხოლოდ მას შურს რომ ამ ცნობილ ფოტოზე არ არის ეს არც დაცინვა და არც კრიტიკა არც ქილიკი იცით რა მგონია უწმინდესო რომ ეს ფოტო უბრალოდ ისტორიაა თქვენი წარსული, რომელსაც აწყლოსთან არაფერი კავშირი არ უნდა ჰქონდეს. იცით რატომ ამბობ ამას? ამ მართლაც საინტერესო და თქვენამდე პრეზიდენტ მარგულაშვილის გამო გაცოცხლებულმა ფოტომ ბევრს თქვენ კლასელს, სკოლას, გვერდზე სკოლას, უბნელს და ასე შემდეგ ფილისელებს შთააგონ რომ თქვენ მათი პირადი პატრიარქი ხართ. არა და თქვენ მორჩილი ელიზბარი 1999 წლის 5 თებერვალს ბერად რომ აღიკოცეთ და გეწოდათ სახელი შიო, ხომ ახალი ცხოვრების წესზე გადახვედით. უარი თქვით საერო ცხოვრებაზე, სიმბოლურად მოკვდით. პირველი კუნკულ ბარტყულიც ხომ სიმბოლურად კუბოს აღნიშნავდა, რომ ბერი მკვდარია წუთის სოფლისთვის და ცოცხალია ქრისტესთვის. უწმინდესო, ამიტომ გონიო რომ თქვენ მხოლოდ პისია ტრეწელების, ან პისია პიატელების, ან მხოლოდ თქვენი ბავშვობის მეგობრების, კლასელების, სკოლელების, გვერდზე სკოლელების, უბნელების, მთაწმინდაზე საზეიმო ვახშამზე შეკრებილების, ან ამის პატრიარქი კი არა, ყველას პატრიარქი ხართ და უნდა იყოთ. თქვენ უწმინდესობა არ გეგონოთ ჭკუას გარიგებთ, უბრალოდ ახლა საშუალება მაქვს ამ პლატფორმიდან მოგმართოთ და მგონია რომ მარტო ჩემს სათქმელს არ გეუბნებით. თქვენზე დაკისრებული მსახურება განსაკუთრებული მადლობა და პასუხისმგებლობის გზაა. პატრიარქის ტახტი არ არის ამ ქვეყნიური ძალაუფლების ნიშანი, მსახურების სიმდაბლისა და სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთია. მაცხოვრმა უარი თქვა მიწიერ მეფობაზე და არ დაემორჩილა ამ ქვეყნურ ძლიერებას. სწორედ ამით დავკვიტოვა მაგალითი რომ ჭეშმარიტი ძალა არ მოდის სიმდიდრისგან, გავლენისგან, ან ადამიანური დიდებისგან, არამედ მოდის სიმართლის და სიყვარულის მსახურებისგან. ამიტომ ტახტი, რომელიც თქვენ გერგოთ არის ხალხის მორწმუნეების და მაძიებლების, ტკივილში და იმედში მყოფების, იგი არ ეკუთვნის არც ძლიერთა წრეს და არც მამონის გზას, არამედ ეკუთვნის ღმერთს და იმ ხალხს, ვინც მასში ხედავს სულიერ საყრდენს.
არ ვიცი უწმინდესო ადევნებთ თუ არა თვალს პროპაგანდას, არც ის ვიცი სანაპიროს შენობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, რომელსაც ჩვენიანებად და სხვისიანებად ყავს მედია დაყოფილი, მოგაწვით თუ არა ინფორმაციას, როგორც ცდილობს პროპაგანდა და შესაბამისად მისი დამკვეთი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი ადამიანის პატრიარქად გაქციოთ. პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გუნდის ლიდერებთან ერთად ტაძარში დილიდან მივიდა. არ ვიცი უწმინდესო, მიუხვდით თუ არა პროპაგანდას ამ ხრიგს, ხაზგასმა პირველობაზე. არ გონია რომ ეს თქვენ რამეში გჭირდებოდეთ. აი მას კი იმ ერთ კაცს სჭირდება რომ თქვენ მრევლს, ანუ მისთვის ამორჩეველს დაუმტკიცოს და აჩვენოს რომ და აღარ გავაგრძელებ. აღსაყდრების ცერემონიას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე. სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო პირველი მილოცვა საქართველოს 142 საჭეთ მპყრობელმა. არც ეს პასაჟი და ეს ყველა პროპაგანდისტულ არხზე ამ კადრის ბევრჯერ გამეორება გჭირდება უწმინდესო, მერწმუნედ არ არის კარგი სანახავი და თქვენ ჩრდილს გაყენებთ. აი მას კი განადიდებს და პირდაპირ გეტყვით. თქვენ მრევლს მისთვის საარჩევნო მასას თავში უჭედავს რომ ის არის აქ ბატონი და მას ყველა უნდა მიახლოს თვით ანდრიას ტახტზე ჯდომიც კი. უწმინდესო, თქვენ რუსული კარგად იცით. შუმი თარგმანი აქ ჭირდებათ. ამ შემთხვევაში სატელევიზიო ტერმინია და ცოცხალს, ნამდვილს, დაუდგმელს, დაუმონტაჟებელს ნიშნავს. მაგრამ ამ შემთხვევაში შუმი ხმაური გამოვიდა. კვინარი ბატონი ბიძინა. უწმინდესო, თქვენი ინტრონიზაცია რომ პირდაპირ ეთერში არ ყოფილიყო, ხომ იცით რომ ამ შუმს ვერავინ გაიგებდა. ეს შუმი პროპაგანდის ხუთშიც არ ყოფილა. არც ის იყო იმ ადგილას, ვინც მოიკითხეთ. შესაძლოა არაფერია დასაძრახი ამ შუმში. სტუმარი იყო და მოიკითხეთ, მაგრამ სად იყო ის, ვინც ჩემი აზრით ახლა თვლის რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ვერ იქვემდებარა, დაიქვემდებარა. არ იყო წავიდა, რატომ წავიდა? არავის უთქვამს თქვენთვის რომ არ იყო მათ შორის სანაპიროს შენობის სპიკერს, პარტიული შეკრებების მუდმივ შემსწრეს და არც იმას და არც ამ საქმეში მის კოლეგას პროტოპრესვიტერს. ისე მადლობა რომ ამ დღეს პროტოპრესვიტერმა მათი აღმატებულებების სიარ ჩაიკითხა და საკურთხეველში თუ არა სვეტიცხოვლის რომელიმე კუთხეში რუსეთის კულტურის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენლის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოის არ უმასპინძლა. შუმს დაუბრუნდეთ, თქვენ უწმინდესობა, თქვენ ახალი პატრიარქი ხართ, თვისობრივად ახალი საქართველოს ეკლესიის საჭეთყრობელი, ნასწავლი, განათლებული ადამიანი და იცოდეთ რომ ახლა ყველაფერი ჩართულია და თქვენი შუმი, უბრალო შუმი ვეღარ იქნება. იცოდეთ უწმინდესო და მგონია რომ იცით, ახლა პროპაგანდა ბოლომდე ეცდება ერთი კაცის და ერთი პოლიტიკური დაჯგუფების მორალურ დანამატად გაქციოთ. ის ხომ ჯერ კიდევ მისი უწმინდესობის ილია მეორის სიცოცხლეში შეეცადა, მას გატოლებოდა და საკუთარი თავი პროპაგანდას ბოლო მორალურ ავტორიტეტად გამოაცხადებინა. ბალახის შრიალშიც იყო. მე ღიად ვიტყვი იმ ერთ კაცს, რომელიც საკუთარ თავს ღმერთის სამშობლოს და ადამიანის დამცველად აცხადებს, თქვენი პატივისცემა რომ ქონოდა, პირველ ქადაგებას დაესწრებოდა. ის შუმიც შესაძლოა არ ყოფილიყო. არც თეოლოგი ვარ და არც საღვთისმეტყველო განათლება მაქვს. არც სახარება ვიცი ზეპირად და სიღრმისეულად. ვინც ჩემზე კარგად იცის, დავეკითხე და ლუკას სახარების ამ ნაწილზე მიმითითა. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: წადი გაეცალი აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკლა უნდა. და უთხრა მათ: წადით და უთხარით იმ მელას, აჰა ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ. მესამე დღეს კი დავასრულებ. და აქვე გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ამბავი საბა იშხნელისა და ბაგრატ კურაპალატისა. ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილებაი, რაისთვის არა მოხვდ პირველსად წოდებასაც წმინდაო მამაო. ხოლო მან რქვა: დიდებულო მეფეო, შექვეყნისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტეს ზეცისა და ქვეყნისა და ქვესკნელთაი. შენ ნათესავთა ამად მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაი. შენ წარმავალთა ამად ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტეს საუკუნოი მეუფეი და სრული ღიეს უცვალებელი. უჟამოი, დაუსაბამოი, დაუსრულებელი მეუფეი ანგელოსთა და კაცთაი. და უფრო ის შენსა ჯერ არ სმენა ის სიტყვათა მისთაი, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ ვერავის ხელეწიფების მონებაი ორთა უფალთაი. საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დაუცდით მოყვასის მოსვლას. უწმინდესო, რადგან თქვენ თქვით ტაძრის კედლებზე მიღმა შევეტკაბოთ ჩვენ სულიერ შვილებსო და რადგან თქვით ახალგაზრდების მიმართ საჭიროა ყველაზე მეტი სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვაო, იცოდეთ რომ უნივერსიტეტის ეზოში დაპატიმრებულებიც
თქვენი სულიერი შვილები არიან, ნაცემი დასახიჩრებული, შეურაცხყოფილი ნაგინები ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, პირტიტველა ბიჭები და მამები, თქვენი სულიერი შვილები არიან. პოლიტპატიმრები თქვენი სულიერი შვილები არიან, მათი დედები, მეუღლეები, შვილები, თქვენი სულიერი შვილები არიან. იცოდეთ, რომ ისინი უავტორიტეტო ავტორიტეტის ციხეში ტყუილად ხედან და ზიამაღლობელი თქვენ უწმინდესობავ არ დაუჯეროთ პროპაგანდას, რომ ისინი უსამშობლოები და ეკლესიის მაგინებლები არიან. მოიკითხეთ ისინი და იქნებ მათგან გაიგოთ, რომ მტკიცედ არიან ქრისტეს რწმენაში, ეროვნული ფასეულობების და ტრადიციის დაცვაში. იქნებ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ერის და ეკლესიის წინაშე, ვიდრე ვინმეს გონია. იქნებ დაბრკოლება ის ხილული ფარისეულობაა, რაც ასე უნამუსოდ მოედინება პროპაგანდისგან. იმ პროპაგანდისგან, რომელიც ცდილობს და ეცდება, რომ ანდრიას ეკლესია და მისი საჭეთრობელი, მისი მორალური დანამატი გამправებელი იყოს. თქვენ უწმინდესობამ ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ თქვენი შუამდგომლობით იმ ერთ კაცის პრეზიდენტის სინდისის და პოლიტპატიმრებს შეიწყალებს. სინოდის წევრთა ნაწილიც იმედიანად არის, მაგრამ სინანული უკვე ახსენეს, ხო და ერთი წამით არ მგონია, რომ ორბელენის სასახლის ბინადარი რომელიმე შეიწყალეს, რადგან ავტორიტარი არ დაუშვებს თქვენი ავტორიტეტის გაზრდას. მე რა რომ პროპაგანდა დითი რამებს გიძღვნით. ილიას გზაო ამბობთ ღმერთი სამშობლო ადამიანი დანარჩენი თქვენიცით თქვენ უწმინდესობავ უკრაინაში მართლმადებლური ეკლესიების ნგრევის და მართლმადებელი უკრაინელების ხოცვის მაკურთხებელი კირილის ეკლესიასთან ურთიერთობა და უკრაინის ტომოსი აქციოს თქვენ უწმინდესობავ აქციოს